ქართველ ებრაელ ქალთა კონგრესი ისრაელში მოღვაწე ცნობილ მწერალსა და ჟურნალისტ აბრაამ სეფიაშვილის საპირს მიეძღვნა. მის მრავალწლიან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობასა და განსაკუთრებულ წვლილს ისრაელსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში, ქართველი ებრაელების ისტორიისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში. აბრაამ საპერი ისრაელში ჩასვლიდან მალევე აშდოდის მუნიციპალიტეტის დეპუტატად აირჩიეს. მისი საქმიანობა უკავშირდება გაზეთის „ალია საქართველოდან“ დაარსებასა და მრავალწლიან ხელმძღვანელობას, ასევე ისრაელში ქართული თემის გაძლიერებას. ეს არის უნიკალური მოვლენა ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობები. დღეს ეს ურთიერთობები კიდევ მთლიანად და ღრმად შესწავლილი არ არის. ამიტომ ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია, სამეცნიერო კონფერენცია, სადაც 60-მდე პროფესორმა მიიღო მონაწილეობა და იმედიც გამოვთქვათ, რომ ისინი დაიწყებენ ამ მასალების კვლევას, რომელიც მე გადმოვეცი. ჩვენ ვიცით რა არის ქართველი ებრაელებისთვის საქართველო და ისრაელი ვაერთიანებთ და დღევანდელი სტუმარი ჩვენი არის ბატონი აბრამი, რომელიც ემსახურება საქართველოს დღემდე, ამერიკაში ცხოვრობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული ენა ამერიკაშიც არ დაიკარგოს